დაიგო, შენ ჩამოხედა მიმოხედა. მეგობრებო, საოცარ ადგილზე ვართ. ეს არის ციხე, რომელსაც ბაზგირეთის ციხეს ეძახიანო. არაჩვეულებრივი ბუნება, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც გზადაგზა ამოვიარეთ. ნაძვნარი არის სულ შესანიშნავი ჰავა, ჰაერი და არაჩვეულებრივი გარემო. ხანიდან მოელით სამუშაობით და ორ კვირით იქით მივევაროთ და უკანა დაუბრუნდეთ ისტანბულში. ახლა კი, როგორც წინა სიუჟეტში დაგვირდით, ჩვენი მესაჯი ოქანი მინდა გაგაცნოთ. ოქან, ხელზე დავინახე ტატუ. სარიშვილი გაწერია, ხო? შენი გვარია? ხო. და ხელზე რო დაიწერე გიყვარს ხო შენი გვარი, ქართული გვარი და იმიტომ? ხო. ოჩახ. ქართულად კარგად საუბრობ. ლამაზად საუბრობ. მე არ ვიცი და ქართველი. არა, მე ზოგიერთი ამდენს არ ვერ ლაპარაკობს. ო, თორეა. აიცის კაი. ტატუ რო დაიწერე გვარი ხელზე სარიშვილი, პასპორტში არა გაქვს, ხელზე გიწერია პირდაპირ. პასპორტში არ დაწერეს და ხელზე დაწერე. პასპორტში თურქი ვარ? თურქული გვარი როგორ არის? სისხლი გურჯი ვარ. სისხლი გურჯი ხარ. თურქული გვარი მითხარი აბა შენი? Soyadın Yılmaz. 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 Gökhan Yılmaz. Gökhan Yılmaz. არ გეკითხებიან ეს რო ნახავენ იმ ტატუს რა გაწერიაო? ქართულად იცი კითხვა? არ ვიცი. არ იცი ქართულად? აბა ეს სად დაიწერე? ინტერნეტიდან. ინტერნეტიდან? ინტერნეტიდან. და მიცოდი? სარიშვილი. იცოდი რომ სარიშვილი იყავი? ხო. ინტერნეტიდან შევხედე. გურჯია. ესე ვქენიშდა. აი გიქნია. არ დაიკარგები არსად? არა. დიახ, 4 საუკუნის შემდეგაც არ დაკარგულა. შესაძლოა, აქ ადამიანებმა ბევრი რამ არ იციან თავიანთი წარსულის შესახებ, მაგრამ სისხლი მაინც ლაპარაკობს. შეიძლება დაგიპყრო, მაგრამ ვერ დაგამარცხა. ფესვები გაქვს ისეთი ენის, ჯიშის, სისხლისა, 400 წლის გული კი ხორბალივით დამარცვლა. ფიზიკურად სხვაგან ხარ, მაგრამ ვერ დაგიმისა. რარგ კადრეს რჯულიანს ვერ მოგისპეს გონება. რარგ კადრეს გაბედეს ვერ მოგისპეს წარსული. ლაპარაკიც აკრძალეს უწარსულო ტომებმა. 400 წლის შენსენას მაინც ქვია ქართული. ქართული რომ არ დაკარგეს, ამ არ დაკარგა. ინერხევმა გზამა არ დაკარგა. არ დაკარგა ქართული. დედაენა არ დაკარგა. დედაენა არ დაკარგა.